Agentic AI უხარისხო მონაცემებს არასწორებს. ის მას თვალსაჩინოს ხდის. ბოლო თვეების მანძილზე ბევრ ქართულ კომპანიასთან ჰქონდა კავშირი და ყველა ერთსა და იმავე რამეს იძახის. AI აგენტური ავტომატიზაცია გვინდა, ჭკვიანი ანალიტიკა გვჭირდება და ასე შემდეგ. მოკლედ, ხელოვნური ინტელექტის სამყაროდან ყველა ტრენდის ათვისება სურს ყველას. მაგრამ ყოველთვის ერთ მნიშვნელოვან შეკითხვას უსვამ ხოლმე ყველას, თუ სად აქვთ მონაცემები განთავსებული, რადგანაც ეს არის უმნიშვნელოვანესი ფუნდამენტი, რასაც ხელოვნური ინტელექტის ანალიტიკა უნდა დაეყრდნოს დიდწილად. რა თქმა უნდა, ყველა ერთსა და იმავეს პასუხობს, რომ ნაწილი მონაცემების Excel-შია, ნაწილი ERP სისტემებში, ნაწილი ღმერთმა უწყის სადაა გაფანტული, მოკლედ, ყველგან ერთი და იგივე პრობლემაა, მე მგონი ყველა თქვენგანი დამეთანხმებით არავინ შემეწინააღმდეგებით ამაში. და აქედან გამომდინარე, შემდეგ უკვე ბევრს აქვს ხოლმე შეკითხვა, თუ როგორ შეიძლება ხელოვნური ინტელექტი enterprise დონეზე დავნერგოთ, თუ რატომ ვერ ვიღებთ სარგებელს AI-ის მთელი პოტენციალიდან. სტატისტიკა ადასტურებს, რომ კომპანიების მხოლოდ 3% ახერხებს AI-ის სრულფასოვნად დანერგვას კომპანიაში. არა იმიტომ, რომ AI-შია პრობლემა, არამედ კომპანიის მონაცემებთან და სხვა ფუნდამენტურ საკითხებთან დაკავშირებულ დამოკიდებულებებშია პრობლემა. Agentic AI-ის შენება კომპანიაში, სადაც ელემენტარულად მონაცემები არ არის მოწესრიგებული, ისეთ რაღაცას გავს, როგორც სახლის მეორე სართული აშენო ფუნდამენტის გარეშე. მოკლედ, მნიშვნელოვანია, თუ სად არის მონაცემები განთავსებული, მიმოფანტული, იყოს უნიფიცირებული ერთ კონკრეტულ სისტემაში, იყოს გასუფთავებული და სტანდარტიზირებული და მხოლოდ ამის შემდეგ შეგვიძლია მივიღოთ AI-ის მთელი პოტენციალი. რაც მოუყევი, ამ ყველაფრის საუკეთესო გადაწყვეტა გვაქვს საქართველოში და ეს არის კომპანია DataMind-ი, თავისი შესანიშნავი პროდუქტით Unistream-ი, რომელიც ახერხებს სხვადასხვა სისტემიდან ერთ უნიფიცირებულ სისტემაში data warehouse-ში, მონაცემთა საცავში, მონაცემების მოგროვებას, მრავალი სამუშაოს ჩატარებას ამ მონაცემებზე და საბოლოოდ იმ საფუძვლის შექმნას, რომელზეც შეგვიძლია დავაშენოთ AI-ის სრულფასოვანი, რეალური ანალიტიკა. ყველა დამეთანხმებით, რომ ხშირად მოსაწყენი და პრობლემურია ეს პროცესი, ვგულისხმობ მონაცემების გასუფთავებას, მონაცემების უნიფიცირებას, რომ აღარ თქვა ხარჯებთან დაკავშირებით, ეს პლატფორმა კი გვიგوارებს ჩვენ ამ ყველა პროცესს ძალიან მარტივად და ერთ სისტემაში აქცევს ყველა მონაცემს. რითაც კიდევ ერთხელ აღვნიშნოთ, ფართო გზას უხსნის როგორც AI ანალიტიკას, ასევე Agentic AI-ს.